დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს 24 მარტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამედიცინო მოვლენების კალენდარში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა გადავშალოთ. და ამ გადაფურცლისას ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე ის ასოციაციები, რომელიც ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით გვაქვს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ის დღეა და ის თარიღია, როდესაც საქართველოში უკვე ძალიან დიდი ხანია, საუკუნეზე მეტია ამ თარიღთან დაკავშირებული ასოციაცია ყვავილებს უკავშირდება. ყვავილებს, რომელიც ყველასათვის შეიძლება ძალიან ლამაზი, მიმზიდველი და საყვარელიც კი იყოს, გვირილებს. გვირილობაც კი დაარქვეს ამას ქუთაისში და ტრადიციულად აღინიშნება, თუმცა სათავე ეს არის ქველმოქმედება. ქველმოქმედება, რომელიც ერთ კონკრეტულ დიაგნოზს უკავშირდებოდა. სწორედ გასული საუკუნის დასაწყისში ქველმოქმედების მიზნით ახალგაზრდა ქალბატონების გადაწყვეტილება, გაიყიდათ გვირილები და შემოსული თანხა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დასახმარებელ ფონდში მოეგროვებინათ, აღმოჩნდა გადამწყვეტი ტრადიციისათვის და დამოკიდებულებისთვის, სხვათა შორის იმ ასოციაციისთვისაც, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ყოველ 24 მარტს ჩვენს გადაცემაში ჩნდება გვირილები და აუცილებლად გვირილა არის არაუბრალოდ მოსართავი, არაუბრალოდ სამკაული, მიმზიდველი თუნდაც და საყვარელი, არამედ სიმბოლო თანადგომისა, მხარდაჭერისა, ქველმოქმედებისა, რომელიც ტუბერკულოზს უკავშირდება. დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა, უფრო ზუსტი ფორმულირებით კი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ახალი სათქმელია თუნდაც ქვეყნების მხარდაჭერით, საზოგადოების მხარდაჭერის, ქვეყნების ჩართულობით და თავარი სათქმელი. თუ აქამდე ვლაპარაკობდით, რომ შესაძლებელია ტუბერკულოზის დამარცხება, დღეს ჩვენ კატეგორიულად ვამბობთ, დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი. სწორედ ეს არის ის მთავარი სათქმელი, რომელიც აქვს სამედიცინო საზოგადოებას, რომელიც გაზიარებულია ფართო საზოგადოებისთვის და რომელიც დღევანდელი ჩვენი საუბრის მთავარი ხაზი იქნება. როგორც უკვე გადაცემის დასაწყისში მოგახსენეთ, 24 მარტს ჩვენ ტრადიციულად გვირილით ვეგებებით ხოლმე იმ სიმბოლოთი, რომელიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას, ზრუნვას და რაც თავარია ქველმოქმედებას გვახსენებს. და ამავე დროს 24 მარტი ყოველთვის გვახსენებს იმ საჭიროებებს, რომელიც ამ დიაგნოზთან დაკავშირებით მიუხედავად ეპოქების ცვლილებისა არის აქტუალური. დიახ, ეს არის დიაგნოზი, რომელმაც თავისი სიმწვავე, თავისი მნიშვნელობა არ დაკარგა. უფრო მეტიც სამყაროში ვითარდება მოვლენები და კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ტუბერკულოზს. ამიტომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია შევიკრიბოთ ხოლმე ამ თარიღთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ტუბერკულოზზე, თუმცა ყოველთვის იმ სიახლეების ჭრილში, რომელიც ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა რამდენიმე ნაწილისგან შედგება და ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი და ტრადიციული სტუმარი გახლავთ საქართველოს ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პროფესორი ბატონი ზაზა ავალიანი. დილამშვიდობისა, ბატონო ზაზა. გამარჯობა. მე ალბათ მაყურებელმა შენიშნა, რომ დღეს პირველად წარგადგინეთ სრულიად განსხვავებულად. თუ აქამდე ხაზგასმით იყო საუბარი ტუბერკულოზზე, როგორც თავად ცენტრის სახელზე, დღეს პირველად ვახსენეთ ფილტვის ჯანმრთელობის, ასეთი კრებითი სახელით მოვიხსენიეთ ეს ყველაფერი. შეიცვალა სტრატეგიულად და კონცეპტუალურად და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ტუბერკულოზთან მიმართებაში ეს სიახლეები რატომ არის ასე მნიშვნელოვანი და რას გულისხმობს ის ახალი ეტაპი, რომელიც თუნდაც ტუბერკულოზის მართვასთან დაკავშირებით უნდა წარმოვიდგინოთ, რა ინსტრუმენტები გაჩნდა ახალი თქვენ ხელთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ ამ ახალ მშვენიერ სტუდიაში. ჩვენთვის პირველი ჩაწერა, ასე ვთქვათ, პირველი ვიზიტია. მადლიერები ვართ და კიდევ მადლიერები ვართ გამორჩეულად თქვენი პირადად და თქვენი გადაცემის, რომ ძალიან შეუწყო ხელი ცნობიერების ამაღლებას ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართებაში.
დიდი მადლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ვინაიდან ტუბერკულოზი მოგეხსენებათ, ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო პრობლემა, ის სოციალური გამოწვევა გახლავთ ერთგვარი და საკმაოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ისევ საუბრობთ სამყაროზე, სადაც 60 მილიონზე მეტი დაავადებულია ტუბერკულოზით, სადაც ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ემატება და 1,5 მილიონი გარდაცვალების შემთხვევები აღინუსხება. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები და ამ მონაცემებს მიღმა ალბათ კიდევ დამატებითი ციფრებია, რომელიც არ არის აღნუსხული და აღწერილი. შესაბამისად, პრობლემა რჩება, გამოწვევა რჩება, თუმცა არის პროგრესი იმ კუთხით, რომ არის ახალი ბრძოლის მეთოდები, არის დიაგნოსტიკის მართვის ახალი ორგანიზაციული სტრატეგიები და მას ჩვენ მივყვებით ფეხდაფეხ. აქედან გამომდინარე, გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. დღეს არის გასული წლის მონაცემებით უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის 1148 შემთხვევა ტუბერკულოზის საქართველოში. ეს მაღალია თუ დაბალი? ეს არის ისტორიული მინიმუმი. როდესაც კიდევ აღარ გვეგონა, რომ შარშანწინდელი 1338 შემთხვევა გავაუმჯობესებდით, თურმე შეიძლება მასზე კვებითაც ჩავიდეთ, ასე ვთქვათ, ციფრობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. ეს არის რასაკვირველია სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგი. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა გახლავთ არ შევცდები თუ ვიტყვი, ერთ-ერთი ყველაზე მოვლილი, ყველაზე მართული და სწორად პროგრესირებადი პროგრამა, ესეთი ეგრეთ წოდებული ვერტიკალური პროგრამა საქართველოს ჯანმრთელობის სისტემაში. ძალიან მადლიერები ვართ რასაკვირველია იმ ხელშეწყობისთვის და აქვე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე პროგრამა ვერ იმუშავებს ვერც ერთ შემთხვევაში და აი ეს სიახლეები, რომელიც ინერგება, ესეც აი იმ სისტემის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და არის სწორედ ჩვენი სახელმწიფოს და სამინისტროს დიდი ხელშეწყობით. რა მაქვს ხედველობაში? პირველი, ტექნოლოგიური მხარე და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული მიმართულება, რომელიც ვითარდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მათ შორის აი ველოდებით გვაქვს ჩვენ კომპიუტერული ტომოგრაფიის ფუფუნება, ასე ვთქვათ, ვინაიდან წლების მანძილზე ცენტრი მოკლებული იყო ყოველგვარ ესეთ ახალ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტულ, ვთქვათ, აპარატურულ უზრუნველყოფას და ეხლა უკვე ველოდებით ჩვენ მაგნიტური რეზონანსის ახალი თაობის აპარატსაც, ასევე რასაკვირველია ეს სამინისტროს დახმარებით, ასევე ხდება ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარება, ანუ დიდი სარემონტო სამუშაოები იგეგმება, რომელიც მოიცავს მთლიანად ჩვენი ცენტრის ინფრასტრუქტურულ რეორგანიზაცია, რეაბილიტაციას და იმ ახალი გამოწვევების შესაბამისად მის გადაწყობას, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს. თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ ახალი სახელწოდება და ამაშიც არის საქმე. ჩვენი სტრატეგია, ჩვენი მიდგომა სწორედ თვისებრივად იცვლება და რადგან ტუბერკულოზის შემთხვევათა ისეთი დიდი ფართომასშტაბიანი შემოტევა არა გვაქვს დღესდღეობით, როგორც წლების წინ იყო და შეგახსენებთ და მაყურებელს შევახსენებთ, რომ 2016 წლამდე საქართველოს იყო რეზისტენტული ტუბერკულოზის მძიმე ტვირთის მატარებელი ქვეყნების შავ, ეგრეთ წოდებულ შავ ათეულში. ანუ შავი ათეული ნიშნავს იმ ყველაზე ამხრივ ცუდი მდგომარეობის დრამატული სურათის მქონე 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველოს იყო ერთ-ერთი ლიდერი ბჭყალებში. ეხლა ჩვენ ლიდერებად ვითვლებით უკვე პროგრესის კუთხით და ეს აღინიშნა ერთ სახელმწიფო საერთაშორისო ფორუმზე და იმ ეს იქნებოდა ძალიან მაღალი ტრიბუნები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა თუ გაეროსი თუ სხვა ასეთი და ეს არის სწორედ აი პროგრამის პროგრესიის დამსახურება. აქვე მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარება არის და ჩვენ მე ორი სიტყვით შევეხები იმასაც, რომ უკვე მე-4 წელია ცენტრში აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის თემა, ეს არის შესანიშნავი პროგრამა CAD 4TB, ასე ქვია ამ პროგრამას, რომელიც ინტეგრირებული გახლავთ ჩვენს რადიოლოგიურ, ასე ვთქვათ, მიმართულებაში და ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში გამოიყენებოდა ეს მიდგომა. ეხლა ჩვენთან არის აქტიურად გამოიყენება ისევ და
ძალიან კარგი შედეგები აქვს, ვინაიდან მას პროგრამა გვაძლევს საშუალებას ძალიან ხარშ ეფექტურად გამოვიკვლიოთ დიდი პოპულაცია და საუბარი ეხება ეგრეთ წოდებულ სკრინინგულ პროგრამებს. როდესაც ჯამთელი პოპულაციის გამოკვლევა ხდება, ამ შემთხვევაში ვიტყოდი მოწყვლადი ჯგუფების, რისკ ჯგუფების გამოკვლევას, რომელიც ეს ტუბერკულოზის ტუბერკულოზის მხრივ დიახ, ტუბერკულოზის სკრინინგს ეხება და შესაბამისად ამ მხრივ ჩვენი მუშაობა არის ძალიან თვალშისაცემი, ამ მხრივ ჩვენი პროგრესი. ეს ერთი. მეორე ის რომ თვითონ განვითარება დაფუძნებულია კვლევებზე მოგეხსენებათ. ყველა მიმართულებით, ყველა დარგში და ჩვენ ვართ ბედნიერი იმით რომ ჩვენი კვლევებზე დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობით ვართ ასევე ერთ-ერთი საინტერესო საიტი მსოფლიო კვლევითი ორგანიზაციებისთვის. აქვე ვიტყვი ერთ ფაქტს რომ მიმდინარე წლის 2 ივნისს საქართველოში ტარდება აი ტუბერკულოზის დარგში მოღვაწე კვლევითი ორგანიზაციების ასეთი ძალიან საინტერესო მსოფლიო შეკრება კონგრესი, რომელშიც 32 ქვეყანა გახლავთ მსოფლიოს 32 უკაცრავად სხვადასხვა ინსტიტუცია გახლავთ წარმოდგენილი და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩართული ჩვენი კოლეგები და ძალიან მნიშვნელოვანი მკვლევარები ჩამოგზანდებიან თბილისში გაიმართება ეს შეკრება. და სასიხარულოა რომ ის ჩვენი ცენტრის ბაზაზე გაიმართება უკვე ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი სტრატეგიული ჩვენი ესეთი აკადემიური ინსტიტუცია ყავს პარტნიორად ევროპის უნივერსიტეტი მათი თანამონაწილეობით. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და მნიშვნელოვანია. სკრინინგი ახსენეთ, დიახ, დაასრულეთ აზრი. ბოდიშ ვიხდი და ამ კვლევების პუბლიკაციები არის კვლევების შედეგი. ანუ რა სახის პუბლიკაციებია და რამდენია მოგეხსენებათ, ეს ასახავს იმ კვლევითი საქმიანობის პროგრესს და ჩვენ მინდა ვთქვა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 300-ზე მეტი პუბლიკაცია გვაქვს ჩვენი მონაწილეობით და თანაავტორობით მაღალი და საშუალო იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო ავტორიტეტულ გამოცემებში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აქ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციები, ეს არის ემორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, ეს არის კოხმეჩნიკოვის ფორუმი გერმანია, ბერლინი, ეს არის შვეიცარიის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტი, რომელთან ჩვენ ძალიან მტკიცე და მჭიდრო კოლაბორაცია გვაკავშირებს. ეხლაც იქ ჩვენი 3 დოქტორანტი მუშაობს თავის სადოქტორო პროგრამაზე. ამდენად ეს მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა და ჩვენი წარმომადგენელი არის იქ მთავარი მკვლევარი, რომელიც ასევე ჩვენი კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს. ასე რომ ამ ხრივ პროგრესი დიდია, რატომ? რომ ამაზე დაფუძნებით ვითარდება სწორედ ის კლინიკური ეფექტი, რომელსაც კურნალობა აუცილებლად ეფუძნება და აქვე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ კვლევების საფუძველზე მოხერხდა 6-თვიანი ეგრეთ წოდებული რეჟიმების დანერგვა რეზისტენტული ტუბერკულოზის კურნალობის კუთხით, რომელიც მანამდე წლებს ითვლიდა, არანაკლებ 2 წლისა იყო წლების წინ. და რაც შეეხება სენსიტიურ ტუბერკულოზს, აქ კი 4-თვიანი რეჟიმები უკვე დავამკვიდრეთ ახალ გაიდლაინებში წაისახა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ხარჯთეფექტურობას პროექტის, ეს ნიშნავს გამოსავლების კეთილსაიმედოობას და პროგრესს და ეს ნიშნავს იმ შეფასებას, რაც უკაცრავად გერთვებით, მაგრამ ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის აი ლოგიკურად სწორედ ეს ხარჯთეფექტურობა უკავშირდება იმ შეფასებას, რომელიც ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს ერგო. დიახ, სიამოვნები, დიდი მადლობა შეხსენებისთვის. ზუსტად 1-2 თვის წინ გამოქვეყნდა სტატია ასეთ ცნობილ ჟურნალში. 4 ქვეყანა იყო შესწავლილი: ბრაზილია, კენია, სამხრეთ აფრიკა და საქართველო და დათვლილი იყო ეგრეთ წოდებული ხარჯთეფექტურობა თვითონ პროგრამების მუშაობის და გამოირკვა, რომ თუ ჩვენ ასევე გავყვებით და გავაგრძელებთ იმ ახალ ტექნოლოგიურ ხაზს, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობა, ანუ ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობა,
მიღება. ეს რა შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ არ არის კლინიკური მანიფესტაცია იმ სურათის, რასაც გვაძლევს ზოგადად ტუბერკულოზი, მაგრამ არის ის პირველ წყარო, საიდანაც შემდეგ შეიძლება აქტიური ტუბერკულოზი განვითარდეს და ამისი დროული კუპირება, დროული პრევენცია და პრევენციული მკურნალობა სწორედ გვაძლევს იმ ეფექტს, რომ სწორედ დათვალეს. დღეს ყველაფერი არის დათვლადი, აბსოლუტურად და შეფასებადი, ისეთი საინტერესო ინსტრუმენტებია უკვე მოგონებული და აი ამ დათვლის შედეგი აღმოჩნდა, რომ 2032 წლის ჩათვლით თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას, ქვეყანა მარტო საქართველოს დაზოგავს 86 მილიონ ამერიკულ დოლარს. ანუ ეს რაც უნდა მოხმარებოდა ამ მკურნალობის თემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ იქ მილიარდებზე იყო იმ ქვეყნების შემთხვევაში საუბარი, ბუნებრივია შეუდარებლად დიდია მათი ადამიანური რესურსი და შესაბამისად პროპორცია იქნება განსხვავებული, თუმცა ეს არის ძალიან ნიშანდობლივი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჯანდაცვის ეკონომიკის მართვაც მათ შორის, ვინაიდან სისტემისთვის ეს ძალიან ხარჯდეფექტური თემები არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის უკვე ეფექტი, ეს რესურსი შეიძლება მიმართული იყოს უფრო ტექნოლოგიების განვითარებაზე, უფრო სხვა ტიპის მიდგომებზე და რითაც დავიწყეთ საუბარი, რომ ჩვენ ამ ციფრებმა მოგცა შესაძლებლობა და ამ მუშაობამ პროექტის და პროგრამის მოგცა შესაძლებლობა ვიფიქროთ განვითარებაზე რა კუთხით. უკვე ჩვენი უშუალო მისია, ჩვენ ადრეც გვერქვა ფილტვის დაავადებების და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, ანუ ფილტვის დაავადებები ჩვენთვის ეს მისია კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი და ახლობელია. ეხლა კი ჩვენ უკვე ეს გამოვხატეთ იმ სათაურშიც აისახა და ბუნებრივია ეს რას ნიშნავს პირველ რიგში? ეს ნიშნავს სტიგმის შემცირებას და მინიმიზაციას. მისი გაქრობა ბუნებრივია ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ მინიმიზაცია აუცილებელია და ეს ნიშნავს ფართო პროფილით მოცვას იმ დაავადებების, რომელიც ფილტვის თემით იმ ჩვენი რესპირაციული სისტემის არაერთი გამოვლინების სახით არის წარმოდგენილი. ხა მე აღარ შეუდგები ჩამონათვალს იმ კონკრეტული დაავადებებისა, რომელიც ასრერიგად აწუხებს კაცობრიობას ამ კუთხით და კიდევ ერთი სიახლეს აღარ დავარქმევ, იმიტომ რომ უკვე წლებია გასული, მაგრამ ვიტყვი რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პროგრამა, შეიძლება ითქვას ალბათ მოქმედ პროგრამათაგანი ერთ-ერთი მაინც, ერთადერთი თუ არა, ვისაც აქვს სრული ციკლი, დაწყებული სკრინინგი, პრევენციული მკურნალობა, შემდეგ დიაგნოსტიკის თანამედროვე შესაბამისი მიდგომებით და მართვით, მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდოლოგია და შემდგომ უკვე რეაბილიტაციაც კი. აი ფილტვის დაავადებების რეაბილიტაციის სახით ჩვენ აბასთუმნის ფილტვის ცენტრი არაჩვეულებრივი საჩუქარი, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ ამ კუთხითაც, ვინაიდან ფილტვის დაავადებებს ჭირდება მართვა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც აქტუალურია და კლინიკურად მწვავე შემთხვევა, არამედ როდესაც ის თითქოს უკვე გაქრა, თითქოს აღარ არის და არის საფრთხე იმისა, რომ შეიძლება დაბრუნდეს. აქედან გამომდინარე, აი სრული ჯაჭვი, სრული ციკლი, სრული წრე ბრუნვა ამ კუთხით ეს ჩვენ თვლით, რომ ჩვენი პროგრამისთვის ეს ძალიან ასევე მნიშვნელოვანი კონცეპტუალური მოსაზრება გახლავთ. ფილტვის სკრინინგი, თქვენ აქამდე საუბრობდით ტუბერკულოზის სკრინინგზე, თუმცა ახლა ლაპარაკია ფილტვის სკრინინგზე. რას ნიშნავს ფილტვის სკრინინგი? ძალიან საჭირო როტო კითხვა, სკრინინგი არის ალბათ ის თემა, რომელზეც დგას თანამედროვე მედიცინის განვითარება, ეს მისი ხვალინდელი დღევანდელი დღეცა და ალბათ ხვალინდელი დღეც უფრო თუ დაიხვეწება ამ სკრინინგის ტექნოლოგიები. ჩვენ საუბრობთ თემაზე, როდესაც პრაქტიკულად ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევის გზით ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ პირველად სიმპტომებს, ნიშნებს, ასე ვთქვათ, გამოვლინებებს, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ დაავადების კუთხით, ну ჩვენ ამ შემთხვევაში ფილტვის დაავადებებზე ვსაუბრობთ კონკრეტულად ვთქვათ ტუბერკულოზზე, მაგრამ სკრინინგი ნიშნავს თავიდან აცილების მცდელობას ადრეულ ეტაპზე გამოვლენის კუთხით, სახით. და სკრინინგი შეიძლება იყოს ორი სახის, მოგეხსენებათ, ეს არის პოპულაციური სკრინინგი, როდესაც მთელი სრული ჯანმრთელი პოპულაციის კვლევა ხდება და არის სკრინინგი ტარგეტული, ანუ ეგრეთ წოდებული მიზნობრივი, როდესაც მოწყვლადი ჯგუფების შეფასება ხდება და ამ ხრივ ჩვენ ვახორციელებთ უკვე ეს ჩვენ პრაქტიკაში ჩვენი დიდი დონორი
შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი ძალიან გვეხმარება ამაში. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ასეთი ფუფუნება, რომ გვაქვს ძალიან დიდი საჩუქარი მოძრავი მობილური რადიოლოგიური დანადგარი. მოძრავი რადიოლოგიური ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც საქართველოს ყველა კუთხეში ჩვენ მოძრაობთ, გადავადგილდებით და ვცდილობთ იქ ჩავოტაროთ ეს სკრინინგული პროექტი ჩვენი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის. აქ წამალდამოკიდებულ პირებზეა საუბარი, აქ შიდსით დაავადებულებზეა საუბარი, აქ საუბარია ვთქვათ იგივე სხვა ტიპის კომპაქტურად ჩასახლებულ და ესეთი დევნილი მოსახლეობის ჯგუფებზე, სოციალურად შეჭირვებულთა სტატუსის მქონე პირებზე და ასე შემდეგ, სადაც უფრო მეტია ალბათობა და რისკი ტუბერკულოზის დაავადებით. მეორეს მხრივ, ჩვენ რადგან იმ გაზრდილ პროფილურ საჭიროებებზე ვსაუბრობთ, ვიტყვით, რომ ჩვენი ინიციაცია და აქტიური ჩართულობა იყო ასევე იმ მნიშვნელოვანი პროექტის გამოძახილი, რომელსაც ქალაქის მერია გეგმავს და მაისიდან გააქვთ ინფორმაცია, ვიცი ეს სასიხარულო სიახლე, რომ დაიწყება ფილტვის კიბოს სკრინინგი. ეს რას ნიშნავს? ფილტვის კიბო არის ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე საქართველოში და სამწუხაროდ სიკვდილობის სტრუქტურაშიც პირველ ადგილზე, ანუ ძალიან ხშირია. სკრინინგი რას მოგცემს ამ მხრივ? ადრეულ გამოვლენას, რომელიც მოგცემს საშუალებას გადავარჩინოთ მრავალი სიცოცხლე. ეს არის ის მეთოდები, ის მიდგომები, რომელიც დასაწყისში თუ იქნება სწორად და დროულად გამოყენებული, თავიდან აგვაცილებს ჩვენ უკვე იმ ფაზას დაავადების განვითარებისა, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ კიბო უკვე განაჩენად იქცევა და შეუძლებელი ხდება მისი მართვა. განსაკუთრებით ეს სწორედ ფილტვის კიბოს ეხება, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და მოურჩენელ სენს ჯერჯერობით. ონკოლოგიურ პრაქტიკაში. ასე რომ ესეც შეიძლება ჩვენი ცენტრის ბაზაზე განხორციელდეს და ამ ხრივაც ჩვენ ვიქნებით მოხარული აქ ჩართულობის. რა საკვირველია ყველაფერი ის რაც ჩამოვთვალე, ეს მიუღწეველი იქნებოდა თუ არა ჩვენი თანამშრომლების, ჩვენი თითოეული ჩვენი როგორც სამედიცინო, ასევე ტექნიკური თუ სამეურნეო პერსონალის აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ვინაიდან სწორედ მათი ეს თავშეწირული შრომა არის მიზეზი, საბაბი თუ რა ვთქვა, საფუძველი იმისა, რომ ეს შედეგები იქნა მიღწეული. ძალიან დიდი მადლობა ზაზა მრავალწლიანი მეგობრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამდენი წლის მანძილზე და რაც თავარია ჩვენ ვახერხებთ რომ სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით თქვენგან მივიღოთ ხოლმე ინფორმაცია რა ხდება დარგში და როგორია თავად დაავადების მართვასთან დაკავშირებული სიახლოვეები, მით უფრო ახლა, როდესაც არაუბრალოდ ტუბერკულოზზე, არამედ ფილტვის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ მთლიანად და ასეთ შემთხვევაში სოციალური კომპონენტი და სტიგმა განსაკუთრებით გათვალისწინებულია თავად ტერმინების ჩამოყალიბების დროსაც. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ საქართველოს ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პროფესორი ბატონი ზაზა ავალიანი. ჩვენ მოკლე ტიხრის შემდეგ გავაგრძელებთ გადაცემას ჩვენს კოლეგებთან ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და როგორც 24 მარტს შეეფერება ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს, უბრალოდ ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ გვინდა საუბარი გავაგრძელოთ და ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები არიან ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში ქალბატონი ნანა ქირია, ფტიზიატრი, პულმონოლოგი პროფესორი და ქალბატონი რუსუდანა სპინძელაშვილი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი და დიდი სიამოვნებით მოგესალმებით ქალბატონებო. დილამშვიდობისა, მიხარია თქვენი სტუმრობა, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია შეხვედრების და სიახლეების ურთიერთგაზიარების. როდესაც საუბრობთ სიახლეებზე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აღმოჩენის, ასევე დაავადების მოვლის თვალსაზრისით. საკმაოდ გრძელი გზა გაიარა მედიცინამ და ტუბერკულოზის მართვასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული იყო ეს გზა, თუმცა ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ ახალ მეთოდებზე და ახალ შესაძლებლობებზე დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. ქალბატონ რუსუდან,
რა შესაძლებლობები ჩნდება თანამედროვე ცოდნის დამსახურებით? დიახ, ტუბერკულოზის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებული როლი ენიჭება როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე სწრაფი გამოვლენის ტუბერკულოზის შემთხვევებისა და შემდგომ უკვე წარმატებული მკურნალობის თვალსაზრისით. ჩვენს ცენტრში, ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში არსებობს მრავალი წელია რეფერალური ლაბორატორია დიაგნოსტიკის, რომელშიც დანერგილია ახალი ის ტექნოლოგიები და მეთოდოლოგია, რომელიც ემსახურება დიაგნოსტიკას სწრაფი მეთოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ლაბორატორია არის სათაო ლაბორატორია, თუმცა ყველა პაციენტისთვის არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან მუშაობს გამართული ტრანსპორტირების სისტემა საქართველოს ფოსტის ჩართულობით და ასევე პირველი დონის ლაბორატორიები, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში. ჩვენს ცენტრში წინა საუკუნის დასასრულს და შემიძლია ვთქვა ამ საუკუნის დასაწყისშიც ძალიან გახანგრძლივებული იყო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა. თითქმის 9 კვირა ჭირდებოდა, რომ გწოდნოდა, რომელ წამლის მიმართ არის განვითარებული რეზისტენტობა. ყველაზე სწრაფი მეთოდი, რომელიც 24 საათში იძლეოდა შედეგს, იყო ბაქტერიოსკოპული კვლევა, თუმცა ამ მეთოდის სპეციფიურობა და მგრძნობელობა ძალიან დაბალია, რის გამოც რჩებოდა გარკვეული გეპები პაციენტის დიაგნოსტიკაში. ამჟამად ნაპრალები ამოუსები ცოდნის, რის გამოც პაციენტის მკურნალობაში ჩართვა შესაბამისი რეჟიმით გვიანდებოდა. ამ ეტაპზე განერგილია, რომ განვითარდა 2007 წლიდან ახალი ტექნოლოგიები, შესაბამისად ახალი მეთოდოლოგიები და შემიძლია თამამად თქვა, რომ თუ კი რამე არსებობს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში, ყველა მეთოდი არის დანერგილი ჩვენს ლაბორატორიაში და ეს ბაქტერიოსკოპული კვლევა ჩაანაცვლა ფრიად მნიშვნელოვანმა კვლევამ, რომელიც არის ექსპერტ კვლევა, რომელიც 2 საათში იძლევა შედეგს არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ აღმოაჩენს ტუბერკულოზის მიკობაქტერიას, არამედ გვაძლევს შედეგს ყველაზე ეფექტური წამლის მიმართ. და დღეს უკვე მთელს ქვეყანაში დანერგილია ეს კვლევა, როგორც ინიცირებული კვლევა და პირველი დღიდანვე შეიძლება შედეგი გაიცემა 24 საათში და პირველი დღიდანვე შესაძლებელია პაციენტი ჩაერთოს მკურნალობაში. ასევე არის ექსპერტ XDR კვლევა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვან წამლებზე გვაძლევს შედეგს, რაც კიდევ უფრო გვეხმარება თუ კი რეზისტენტობა გამოვლინდა მეორე რიგის წამლების მიმართ შერჩევაში და რა თქმა უნდა, ძირითადი ოქროს სტანდარტი ეს არის კულტურალური კვლევა თხევად ნიადაგზე, რომელიც შესაბამისად ყველა წამალზე ტარდება თუ რომელიმე წამალი არის ჩართული რეჟიმში, ანუ ჩვენ ლაბორატორიაში მკურნალობის რეჟიმში. ჩვენ ლაბორატორიაში ეს მგრძნობელობის ტესტი იდგმება აბსოლუტურად ყველა წამალზე, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივი ზედამხედველობა განვახორციელოთ წამტუბსაწინააღმდეგო წამლების რეზისტენტობის გავრცელებაზე მთელს ქვეყანაში. ახლა რამდენადაც ვიცით, უკვე შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები, ვართ ელიმინაციის ფაზაში, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი დამსახურება იმ ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაინერგა და ამ ხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ერთ-ერთი მოწინააღმდეგე რეგიონში პაციენტების გამოვლენის, სწრაფი გამოვლენის თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით ამ
მეთოდებზე, რომელიც უკვე დანერგილია და კიდევ ახალი რეკომენდაციები, რომელიც ეხება გენომის სეკვენირებას. ეს არის ძალიან ახალი მეთოდი, რომელიც ყველგან სულ ახალი რეკომენდაცია. ეს არის 2025 წლის რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აი ჩვენს ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ამ კვლევის ჩატარებაც. ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კვლევა, რომელიც ერთდროულად აღმოაჩენს რამოდენიმე სახეობას ტუბერკულოზის მიკობაქტერიის, ახდენს გენოტიპირებას, რაც საშუალებას იძლევა წამლებისადმი რეზისტენტობაზე მუდმივი მონიტორინგის და ასევე თვითონ მეთოდს აქვს საკმაოდ დაცული სისტემა, ონლაინ სისტემა, უსაფრთხო, რომლითაც მუშავდება, შემდეგ უკვე ანალიზი უკეთდება მონაცემთა ბაზიდან, ინტერპრეტაცია ხდება შედეგების. ამ მეთოდის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ პირდაპირ საკვლევი ნიმუშიდან შეიძლება გაკეთდეს და არ ველოდებით კულტურის იზოლირებას, არ ველოდებით 7 დღე, 10 დღე, ანუ მივიღეთ ნიმუში, მაშინვე შეგვიძლია უკვე გენოტიპირების გაკეთება, რომლის შედეგის გაცემას სჭირდება 4-5 დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალი წამლების, მეორე რიგის წამლების იდენტიფიცირებაში, რეზისტენტობის, ვინაიდან ყველა ის მოლეკულური ტესტი, რომელიც მე ვახსენე, ძირითადად პირველი რიგის წამლებისადმი არის და მეორეც შედის, მაგრამ არა ეს ახალი წამლები, რომელიც სადაც თვლით, რომ ძალიან დიდი მიღწევა იყო ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის მკურნალობის ამ წამლებით მკურნალობისათვის. აქვე მინდა აღვნიშნო ეს, რა თქმა უნდა, თავის გამოწვევაც აქვს ამ მეთოდს, რომ არის შედარებით ძვირი რეაქტივებისა და საკვლევი კიტების, ანუ საკვლევი ნაკრებების შეძენის თვალსაზრისით, თუმცა არაფერი შეუძლებელი არ არის. მით უფრო რომ ინფორმაციულად ამდენად მნიშვნელოვანი. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ტუბერკულოზის დაავადების მიღმაც, სხვადასხვა დაავადებების სეკვენირებისთვისაც, იქ მხოლოდ საჭიროა თავისი პრაიმერები და ნაკრებები და ნებისმიერ დაავადების მიმართ გენომის დონეზე შეგვიძლია განსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა. კიდევ ერთ დავამატებდი, ჩვენი ცენტრის ბაზაზე ასევე გაიხსნა ფარმაკოკინეტიკის ლაბორატორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ფუნქციით, რომ განსაზღვრავს სითხეებში ცნობილი ნივთიერებების მეტაბოლიტურ რაოდენობას და თერაპიული დოზების მისი შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება თერაპიული დოზების დადგენა, რაც როგორც ტუბერკულოზში, ასევე სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება იყოს გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი ასეთ საკითხებზე საუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში მივდივართ ბევრად უფრო მიზნობრივ მკურნალობასთან, იმიტომ რომ არა უბრალოდ დიაგნოსტიკის მეთოდებით უფრო ზუსტად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, უფრო მოკლე დროში შეგვიძლია შევაფასოთ დიაგნოზი, არამედ სამკურნალო დოზის განსაზღვრის დროს ისიც ვიცით, რა დიაპაზონში უნდა მოქმედებდეს კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში შერჩეული მედიკამენტები, იმისთვის რომ მიზანი იყოს მიღწეული. გრძელი გზა გამოიარა დღევანდელმა თარიღმა. ეს არ არის უბრალოდ კალენდარზე გადაფურცვლა კონკრეტული გვერდის და ამ შემთხვევაში კალენდარული თარიღის, როგორც რიცხვისა, ერთ-ერთი რიცხვისა მარტის თვეში. ეს არის გრძელი გზა მთელი კაცობრიობისთვის, იმიტომ რომ ტუბერკულოზი კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილი აღმოჩნდა. განსაკუთრებით გააქტიურებული მე-20 საუკუნეში, რომელიც 21 საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას და
სათქმელიც იცვლებოდა პროფესიონალების ჯერ დაეჭვებით საუბარი შეგვიძლია თუ არა კვლავ შევეჭდოთ ტუბერკულოზს. შემდეგ იყო ლაპარაკი რომ დავასრულოთ როგორმე ტუბერკულოზი. შემდეგ იყო ლაპარაკი უბრალოდ შესაძლებელია დავასრულოთ. შემდეგ შევაჩეროთ ტუბერკულოზი. მე დადგა ეტაპი, როდესაც კატეგორიულად თქვი დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი და დღეს ახლა როდესაც ქვეყნების მხარდაჭერით, ხალხის უბრალოდ ქვეყნების ჩართულობით, ხალხის მხარდაჭერით წლევანდელი მთავარი სათქმელი სწორედ ეს იყო დავასრულოთ ტუბერკულოზი. როგორ ჟღერს, როგორია ეს გზა და რაც თავარია, როგორ მართავთ დღეს ამ პროცესს? ანუ როგორ მართავთ ტუბერკულოზს? დიდი მადლობა მოწვევისათვის და იმ ტრადიციული ხანგრძლივი მეგობრობისათვის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს. და ამასთან მინდა გითხრათ, რომ ეს ისეთი დღეა, რომელიც თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ, ყოველთვის გახსოვთ, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა რამდენად სიმბოლურია, მაგრამ თქვენი დაბადების დღეც დღევანდელ დღეს არის ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს და ამითი კიდევ ერთხელ შეიძლება ხაზი გაესვას იმ მეგობრობის სათავეებს, რომელიც ამ ორ თარიღს შორის არსებობს. გილოცავთ, ყველაფერს საუკეთესოს, წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და რა თქმა უნდა, პირად ცხოვრებაში. ახლა რაც შეეხება ტუბერკულოზს. ტუბერკულოზი რომ უძველესი დაავადებაა, ეგ ყველას კარგად მოეხსენება, განსხვავებით მაგალითად იგივე COVID-19-ისაგან, რომელიც 21 საუკუნეში აღმოცენდა პირველად, ან შიცისაგან მე-20 საუკუნის დაავადება გახლავთ შიცი და აი ჩვენ მოვყვებით მართლაც კაცობრიობის ისტორიას და არ არსებობს არც ერთი დიდი სამეცნიერო თუ პრაქტიკული სამედიცინო ხასიათის ნაშრომი, რომელიც დღევანდლამდე არის მოღწეული, სადაც არ იყოს ტუბერკულოზის როგორც დაავადებისა და მისი მკურნალობის იმ პერიოდის შესაბამისი აღწერილობა. თუმცა, აი, სწორად ბრძანეთ, რომ ტუბერკულოზის გამომწვევი ჯერ კიდევ 1882 წელს იქნა აღმოჩენილი დიდი გერმანელი მიკრობიოლოგის რობერტ კოხის მიერ და 21 საუკუნის პირველი მეოთხედი უკვე დასრულდა და ტუბერკულოზი ისევ აქტუალურია. რამ გამოიწვია ეს? პერიოდულად ტუბერკულოზის შემთხვევათა მატება აღინიშნებოდა მთელ მსოფლიოში, მაგრამ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ტუბერკულოზის შემთხვევათა კატასტროფული ზრდა დაფიქსირდა და მსოფლიო დადგა ტუბერკულოზის ეპიდემიის წინაშე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ტუბერკულოზთან და ფილტვის დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა გამოაცხადა ტუბერკულოზი გლობალურ საფრთხედ. საჭირო იყო ისეთი სტრატეგიის შექმნა, რომელიც მსოფლიოში ნებისმიერი ეკონომიკური განვითარების საფეხურზე მდგომ ქვეყანას შესაძლებლობას მისცემდა ამ დაავადებასთან ბრძოლისა და ასე შეიქმნა ეს დოც სტრატეგია, რომლის ერთადერთი მიზანი იყო იმ ეტაპზე ინფექციის გავრცელების შეჩერება და რეზერვუარის ტუბერკულოზის ბაქტერია გამომყოფი პაციენტების მოძიება და მათი მკურნალობა და როგორც ქალბატონმა რუსულდანმა ბრძანა, ეს იყო ძირითადად ბაქტერიოსკოპიის მეშვეობით. თუმცა ეს ამ პერიოდმა გაიარა და უკვე გლობალური ტვირთის შემცირებაზე დადგა საკითხი ტუბერკულოზისა და სტრატეგია Stop TB, რომელიც ჯანმომ შეიმუშავა, უკვე გლობალური ტვირთის შემცირებაზე იყო ორიენტირებული და თუ პირველ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ვცდილობდით იმას, რომ როგორმე ინფექციის რეზერვუარი შეგვემცირებინა, აქ უკვე წამოვიდა ხარისხიანი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე საუბარი და მკვეთრად გაფართოვდა ტუბერკულოზის მკურნალობის სპექტრი, რაც მოიცავდა არა მხოლოდ სენსიტიური ტუბერკულოზის, არამედ რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობასაც. ყველა ეს გზა ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გავლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე, ვინც ეს ორივე სტრატეგია ძალიან კარგად და ხარისხიანად დანერგა და დღეს უკვე 2015 წლიდან მოქმედეს მთელ მსოფლიოში NTB დავასრულოთ ტუბერკულოზი, ეს სტრატეგია, რომელიც 2030 წლისათვის მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის დასრულებას.
ჩვენთან თუ ერთი შეხედვით გადავხედავთ იმ სტატისტიკას, რომელსაც ჩვენ მივახციეთ, ხო? ამ წლების განმავლობაში, ჩვენ 95 წლიდან ამ სტრატეგიით მუშაობთ, ვიზიარებთ ჯანმოს ყველა რეკომენდაციას და ვნახავთ, რომ 1996 წელს, ეს იყო პირველი სრული წელი, როცა დაიწყო პროგრამამ ფუნქციონირება, დაფიქსირდა ტუბერკულოზის 12800 შემთხვევა. ეს იყო 100,000 მცხოვრებზე 206 შემთხვევა. ეხლა რა სიტუაცია ჰქონდა 2025 წელს? 2025 წელს წინასწარი მონაცემები, ჯერ საბოლოო მონაცემები სადღაც გაზაფხულზე, მაისში ალბათ გვექნება, 1200-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული 12-დან 1200 და თუ 100,000 მცხოვრებზე გავთვლით, ეს არის 31 შემთხვევა 100,000 მცხოვრებზე. ეხლა რა არის ჩვენი მიზანი? ის რომ ტუბერკულოზი აბსოლუტურად აღმოიფხვრას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება 5 შემთხვევა მაინც 100,000 მცხოვრებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვება ელიმინაციას კი. ეხლა რა უნდა გაკეთდეს ამისათვის და ჩვენ რას ვაკეთებთ? პირველი რაც აუცილებელია, ეს არის დიაგნოსტიკა და ქალბატონმა რუსუდანმა ძალიან კარგად ისაუბრა ამაზე. განსხვავებით სულ რაღაც 10-15 წლის წინანდელი პერიოდისაგან, დღეს პაციენტი, როდესაც მოდის ჩვენთან, 2 საათში ჩვენ უკვე ვიცით, რომ მას ტუბერკულოზი აქვს, ვიცით რა ფორმა აქვს ტუბერკულოზისა და ძირითადად თუმსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე არსებობს თუ არა მგრძნობელობა. ამიტომ პირველი დღეებიდანვე ჩვენ ასეთ პაციენტებს ძალიან ისე სწორად და მიზანმიმართულად ვკურნალობთ. ერთადერთი რაც არის, რომ ახალ თუმსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე ჩვენ მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ, ხანდახან 1 თვის შემდეგ ვიცით პასუხი, იმიტომ რომ აქაც არის სიახლე, იმიტომ რომ ძირითადად დღეს კულტურალური გამოკვლევა, ანუ როგორც ხალხში დათესვას ეძახიან, ეხლა ესეც თხევად ნიადაგებზე ხორციელდება, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ეს პერიოდი, მაგრამ სეკვენირების დანერგვა ჩვენ მოგცემს საშუალებას იმისა, რომ 4 დღეში უკვე ყველა მედიკამენტის მიმართ მგრძნობელობა ვიცოდეთ. ეს ერთი. მეორე, გარდამტეხი როლი ტუბერკულოზთან ბრძოლის საკითხში შემოიტანა ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების სინთეზირება, რის საფუძველზე შეიქმნა მაღალეფექტური სამკურნალო რეჟიმები. ეს სამკურნალო რეჟიმებმა საშუალება მოგცა, რომ მაგალითად რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა, რომელიც ადრე 30-36 თვეს გრძელდებოდა, დღეს 6 თვემდეა დაყვანილი. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პაციენტისათვის 6 თვეც არ არის ცოტა. ამიტომ დღეს მიდის ძირითადად კლინიკური კვლევები, სამეცნიერო კვლევები იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს ტუბერკულოზის მკურნალობა. ახლა უკვე იწყება კლინიკური კვლევები, სადაც რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო რეჟიმები არის 4 თვემდე დააყვანილი. სენსიტიური შეიძლება იყოს 2 თვიანი. ნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ჩვენ ის რაც შეუძლებლად გვეჩვენებოდა სულ რაღაც 20 წლის წინ, დღეს უკვე ეს რეალობაა. საოცრება მოხდა 2018 წელს, იმიტომ რომ ახლა საქართველოში უნდა ითქვას, რომ ყველა ნიუანსი, ყველა რეკომენდაცია ჯანმოსი, რომელიც იყო მოწოდებული, მყისიერად ხორციელდებოდა და ჩვენ ფეხს უწყობდით ყველა იმ ნოვაციას, ყველა იმ სიახლეს, რასაც გვეუბნებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და პირველივე დღიდან ყველა პაციენტისათვის იყო ჩვენთან ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველა აქტივობა, რაც ეხებოდა ტუბერკულოზს. თუმცა მთელ მსოფლიოში ეს ასე არ არის. არის ძალიან დიდი ქვეყნები, ზოგიერთი განვითარებულიც არის, მაგრამ ეს არის ხელმისაწვდომობა, თუნდაც მგრძნობელობის სრულყოფილი და სრულფასოვანი ტესტისა, ახალი მედიკამენტებისა, რომელიც ძალიან ძვირია,
არ არის იქ საშუალება, თუნდაც ისე დიდ ქვეყნებში, როგორც არის ინდოეთი. ამიტომ ჩინეთშიც ეს ანალოგიური ვითარება. ამიტომ 2018 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაიმართა სპეციალური სესია, რომელიც მიეძღვნა ტუბერკულოზის პრობლემებს. აი, ამ პრობლემის აქტუალობას და მნიშვნელობას რომ ხაზი გაუსვათ, მე ვიტყვი, რომ ასეთი სპეციალური სესია ჯანდაცვის საკითხებზე სულ იყო 4-ჯერ გამართული. ერთი როგორც გითხარით ტუბერკულოზზე, ერთი ეძღვნებოდა აივ ინფექციაშიც, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასა და ებოლას ვირუსს. აი სულ ეს იყო. და წარმოგიდგენიათ, როგორი აქტუალური უნდა ყოფილიყო ტუბერკულოზის პრობლემა, რომ აი ესეთი მაღალი დონის შეხვედრა გამართულიყო და აუცილებელი იყო იქ დასწრება ქვეყნის პირველი პირებისა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, ვისაც აღენიშნებოდათ რეზისტენტობის მაღალი მაჩვენებელი, ანუ მაღალი ხვედრითი წილი ტუბერკულოზის შემთხვევათა შორის. და ჩვენ საბედნიეროდ 2016 წელს უკვე ამოღებული ვიყავით ამ ქვეყანათა ჩამონათვალიდან და როდესაც იქ იყო ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სესია, ეს რომელიც ეძღვლებოდა რეზისტენტულ ტუბერკულოზს და მინდა ის სიამაყით თქვა, რომ ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, რომელიც ესწრებოდა ამ სესიას, იყო სესიის თანათავმჯდომარე. ეს იყო ხაზგასმა იმ წარმატებებისა, რაც მიაღწია ტუბერკულოზის მართვის პროგრამამ საქართველოში. ეხლა რა ხდება კიდევ და რას ველით, რა უნდა იყოს? მოგახსენეთ, რომ ერთი ეს არის თვითონ ხანმოკლე რეჟიმები, რომლის შემცირებისკენ მივილტვით. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ რაც დროულად დავიწყებთ მკურნალობას, შედეგიც გვექნება უფრო სწრაფად და ნაკლები ნარჩენი მოვლენებით. ძალიან დიდი პრობლემა არის ტუბერკულოზის ნარჩენი მოვლენების დროს განვითარებული ფილტვების ქრონიკული დაავადებები და დღეს ჩვენ გვინდა რომ აი როდესაც უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს სრულფასოვანს ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უკვე რომ აი ამ პრობლემასაც მივხედოთ. და რაც მთავარია, უკვე გადავდივართ ახალ ეტაპზე, რაც უნდა ვთქვათ ესე, რომ ეს არის პერსონალიზებული პაციენტზე სრულად ორიენტირებული მიდგომა და მკურნალობა. დღეს საბედნიეროდ იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს აქვს მხოლოდ ტუბერკულოზი. ძირითადად ეს არის სხვა ფონური მძიმე დაავადებების ფონზე აღმოცენებული ტუბერკულოზი. ამასთან მინდა რომ ვთქვა, რომ ტუბერკულოზი მნიშვნელოვნად დაბერდა და ძალიან ხდება ჩვენ ხანდაზმულ ადამიანებში, განსაკუთრებით 80 წლის ზემოთ და ასეთ ადამიანებს ბევრი დაავადება აქვთ ამხლები, ბევრ მედიკამენტებს იღებენ და ყოველთვის ჩვენ ამ მედიკამენტების ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ან არც არსებობს. ქალბატონებო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობის მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ პროფესორი ქალბატონი ნანა ქირია და პროფესორი ქალბატონი რუსუდან ასპინძელაშვილი. მე დაგემშვიდობები ტრადიციული კვებით შუქნიშანი არ გვექნება, ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.